10 ქართველი დამწყები მზარეულის ოცნება ახდა. მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კულინარიული სკოლის კარი სპეციალურად მათთვის გაიღო. არ არის მარტივი საფრანგეთში ჩახვიდე და იმ სამყაროში მოხვდე, სადაც გემოების ნამდვილი ტრიუმფია და თითოეული კერძი, რომელსაც იქ ამზადებენ, კულინარიული შედევრია. გადაცემის ბოლოს ფრანგული გასტრო გაკვეთილები. ქართული სამზარეულოთი მოხიბლულებმა ფრანგებმა ქართველ მზარეულებს გამოცდილება გაუზიარეს. დავიწყარი დღეები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა. ექსკლუზიურად ანუკი გუმბერიძე გაგაცნობთ საფრანგეთიდან დაბრუნებულ უკვე პროფესიონალ მზარეულებს. დიჟონი, ბურგუნდიის რეგიონის ცენტრი, საფრანგეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული და კულინარიული ქალაქი. ისტორიულად იგი შუა საუკუნეებში ბურგუნდიის ჰერცოგების მთავარი რეზიდენცია იყო. გოთიკურ კოშკებსა თუ შუა საუკუნეების მოზაიკებიან სახურავებში ამ პერიოდის გავლენა დღესაც მკაფიოდ იგრძნობა. ქალაქის ისტორიული ცენტრი კი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული. სწორედ აქ ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით რესტორნებსა თუ ბისტროებს, რადგან ბურგუნდიის რეგიონი ფრანგული ტრადიციული სამზარეულოს აკვნად ითვლება. ყოველ კუთხეში იგრძნობა დიჟონის მდოგვისა თუ ფრანგული სასმლის, პინო ნუარის მძაფრი სურნელი. ერთი შეხედვითაც აღიქმება, რომ ღვინის პატარა ქალაქში მოხვდი, სადაც მაღალი ხარისხის ფრანგული გასტრონომია რეგიონის კარიბჭეა. სწორედ ამიტომ კულინარიული მოგზაურობის მექად ქცეულ დიჟონში მდებარეობს მსოფლიოში აღიარებული ფერანდი პარიზის კულინარიული სკოლის ერთ-ერთი ფილიალი, სადაც მოხვედრა ყველა დამწყები თუ მოქმედი მზარეულისთვის დიდი ოცნებაა. გადამზადება იმ სასწავლებელში, რომელსაც გასტრონომიის ჰარვარდსაც კი უწოდებენ. და ალბათ ცოტა ხნის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს უნიკალური შესაძლებლობა ქართველი ახალგაზრდებისთვის გახდებოდა ხელმისაწვდომი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ძალისხმევით, სრული დაფინანსებით. კანდიდატების შესარჩევად ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ჯერ კონკურსი გამოაცხადა. არაჩვეულებრივი არიან, რაც უფრო მეტად გამოცდილია, მით უფრო დახვეწილია კერძი და ეს ემჩნევა პირველივე შეხედვით. გასინჯვას არ უნდა. ეს ნაბიჯი იქნება მათთვის мотиваცია და უფრო მეტი საინტერესო აღმოჩენა დისკავერი მათ ცხოვრებაში, გასტრონომიულ ცხოვრებაში. საქართველოდან კი 10 მზარეული პირდაპირ დიჟონის ქუჩებში აღმოჩნდა, ახალი გამოწვევებისთვის და ახალი შესაძლებლობებისთვის. იქ, სადაც გასტრონომია ხელოვნებად არის ქცეული და სადაც მოხვედრა მათი ოცნება იყო. ერთ-ერთი ჩემი სანუკვარი ოცნება იყო ამ სკოლაში მოხვედრა. დღეს აქ ვარ და ძალიან სასიამოვნო შეგრძნება არის ეს. ყოველთვის ჩემი ოცნება იყო, რომ კულინარია უფრო კარგად შემოსწავლა და ჩვენი ტრადიციული კერძები მოდერნისტულად და ფიუჟენად გადაგვეცია. მოწამ ნახე ეს პოსტი და შანსი ტურიზმის აგენტოსი. მივხვდი რომ აი ჩემი მოსება შეიძლება რომ ამხდარიყო. პირადად ჩემთვის ძალიან დიდი წინსვლა იქნება პროფესიული კუთხით, რომ ეს ცოდნა მივიღო და გავითავისო. ვფიქრობ, რომ მათი კარიერისთვის ეს ძალიან წარმატებული და პოზიტიური იქნება. გასტრონომიის განვითარება, გასტროტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს და გასტროტურიზმი არის ერთ-ერთი მიმართულება, მსხვილი მიმართულება, რისთვისაც საქართველოში ტურისტები ჩამოდიან. ვფიქრობთ, რომ ძალიან წარმატებული პროექტი იქნება, ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას ამ კუთხით. ყველაზე მთავარი კი სწორედ ამ პრესტიჟულ კულინარიულ და სტუმარ მასპინძლობის მართვის სკოლაში პირველი ნაბიჯები იყო. სასწავლებელში, სადაც სტუმართ მოყვარე ქვეყნიდან საქართველოდან ჩასულმა ახალგაზრდებმა ქართული განწყობა და ენთუზიაზმი პირველივე დღეებში შეიტანეს. ჩემოცის ვირტუალება. მოხალხო გავვითო. შემდგომ ფრანგული გემოს ხაზს გაყვნენ და სწორედ ფრანგი შეფების მასტერკლასებს ეზიარნენ. აი მოვიდა შეფებსა. მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შეფზარეულებთან გვიწევს მუშაობა. ეს არის ძალიან დიდი გამართლება პირველ რიგში.
რომ შეგვიძლია შევხედოთ რა ტექნიკებს იყენებენ და როგორ ასერვირებენ პროდუქტს. რასაც აქ ხედავთ, აი ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ალბათ არის ყველაზე ტოპ ლეველი მზარეულისთვის, შეფისთვის და ვთვლი, რომ ეს ბავშვები გააკეთებენ იმას საქართველოში, რასაც აქ აკეთებდნენ 50-ან 100 წლის წინ. გუნდურად სწავლობდნენ სწრაფ რეაქციას, ხარისხის კონტროლსა თუ დროის მენეჯმენტს, დეტალების სიზუსტეს, რაც ფრანგულ სამზარეულოს ნამდვილად გამორჩეულს ხდის. როდესაც სამზარეულოში შედიხარ და ხდება ის ტექნიკა, რაც უნდა იყოს პროფესიონალურ სამზარეულოში, საქმესაც გიმარტივებს და უფრო მარტივია შენი რაღაცა ფიქრები და აზრები გადმოიტანო თეფშზე. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მზარეულებისთვის ეს გამოცდილება, რადგან გუნდურად მუშაობენ და დისციპლინა, რა თქმა უნდა, ზრდის პროფესიულად მზარეულებს. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ქართული ტრადიციული კერძები დავაკავშიროთ ფრანგულ ტექნიკებთან, მოვამზადოთ ახალი ვიზუალი, რა თქმა უნდა, ამით დავეხმარებით ჩვენ სამზარეულოს განვითარებაში და პოპულარიზაციაში. საკონდიტრო ხელოვნება, ბულანჟერია, გურმანული ინოვაციები და მოდერნული ტექნიკა. აქ ყველაფერია იმისთვის, რომ სტუდენტებმა რაღაც ახალს ჩაუყარონ საფუძველი. კრეატიულ აზროვნებას ვეფშევით და ჩვენი კერძების შექმნასაც სწავლობთ გარკვეულწილად, რომ ჩვენი იდეები თეფშზე გადმოვიტანოთ. მუდმივად გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენი ინდივიდუალური იდეები შევიტანოთ კერძებში და ძალიან გამოგვადგება ეს შანსი. ყველა სტუდენტთან მუშაობა მსიამოვნებს, ისინი ძალიან მოტივირებულები არიან. აბსოლუტურად ყველა ტექნიკის შესწავლას სურთ. ჩვენ ვუზიარებთ რეცეპტებს, ვასწავლით ტექნიკის სპეციფიკას, ვარჯიშობთ, რათა როდესაც საქართველოში დაბრუნდებიან, ყველაფერი ქართულ რეალობას მოარგონ. ქართულ სტუდენტებს ისეთ პროდუქტებთან ჰქონდათ შეხება, რომელიც ქართულ ბაზარზე ჯერჯერობით არ არის. პროდუქტების მრავალფეროვნება კი ყველაზე ზუსტად დიჟონის ბაზარში აღიქმება, ბურგუნდიის რეგიონის ისტორიულ-სავაჭრო ცენტრში. შუა საუკუნოვან არქიტექტურასა და ატმოსფეროში მოქცეული დახლები ერთ-ერთ საუკეთესო გურმანულ ბაზრად ითვლება საფრანგეთში. ხშირად ამბობენ, აქ გემოს კი არა, დროს აგემოვნებო. სწორედ ამ ბაზრის პროდუქტების მრავალსახეობა გახდა ქართველი ახალგაზრდების ახალი იდეების ინსპირაციის წყარო. დამწყები შეფები შეეხდნენ მათთვის უცხო პროდუქტებს და გაითავისეს ისინი, მოამზადეს სხვადასხვა კერძები, ისწავლეს ტექნიკები. იდეები გვაქვს ჩვენ, რომ ეს პროდუქტები ჩვენ თვითონვე ვაწარმოოთ და ჩვენ თვითონვე შევქმნათ საქართველოში ეს ყველაფერი. ორკვირიანი პროფესიული პრაქტიკის შემდეგ ქართულ მზარეულებს ფერანდი პარიზის სერტიფიკატები გადაეცათ. სიგენები, რომელიც მათ მომავალ კარიერაში ახალი გზამკვლევი უნდა გახდეს. ვინც ის იქნებ რომელიმე მათგანმა, მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორანშიც კი დაიწყოს მუშაობა, რომლის ბილეთიც სერტიფიკატის სახით უკვე აქვთ. ტრენინგის დასაწყისშივე ჩვენმა შეფმზარეულებმა გვითხრეს, რომ ეს შესანიშნავი ჯგუფი იქნებოდა. ჰქონდა დიდი პატივი დამეგემოვნებინა მათი დამზადებული კერძები და მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ისინი ძალიან ნიჭიერი შეფმზარეულები არიან. ამ სასწავლებელში მიღებული ცოდნა და განათლება, რა თქმა უნდა, ჩვენ კარიერაში, ჩვენ გასტრონომიულ ცოდნაში ძალიან დიდ წვლის და როლს იკავებს. მინდა რომ აი ამ ჩემი ცოდნით რაღაც პატარა წვლილი შევიტანო ქართულ კულინარიაში. მივდიოდით თითო ნაბიჯის წინ და ეს გამოცდილება ალბათ 5 მაგადან 10 მაგად უფრო წინ წაგვწევს. ემოციური და შთამაგონებელი მოგზაურობის შედეგი კი საქართველოს გასტროინდუსტრიაზე, გასტროტურიზმზე უნდა აისახოს. სამშობლოდან შორს მიღებული ცოდნა სერტიფიცირებულმა მზარეულებმა სწორედ სამშობლოში უნდა დააბანდონ ტრადიციული კულინარიისა და ახალი ტექნოლოგიების შერწყმით, ახალი გემოს შესაქმნელად.